ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ვაშლი ჯვრის მოსახლეობას გოძიაშვილისა და მარშალ გელოვანის გამზირზე გზაჯვარედინის რეკონსტრუქციის პროექტი გააცნო. იგეგმება ესტაკადის აშენება, რომლის საშუალებითაც ვაშლი ჯვრიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით შუქნის ჩანზე შეუჩერებლად იმოძრავებენ. ბეტონის კონსტრუქციის ესტაკადა მსგავსად ლაგუნა ვერეთან რაც მოეწყო, რომელიც ხელშეუწყობს აი ამ უზარმაზარ საცობების განუხმას. ანუ ვაშლიჯვიდან მომდინარე სატრანსპორტო საშუალებები უწყვეტ რეჟიმში შუქნიშის გარეშე იმოძრავებენ და აღმაშენებლის ხეივნისაკენ, ისე რომ მათ არ მოუხდებათ აი ამ საცობებში, რასაც ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, მოხვედრა. გამარჯვებისთანავე ერთ-ერთ პირველს, რასაც გავაკეთებ, იქნება აი ეს ესტაკადა. ასეთი პროექტები ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ამავდროულად არის კომფორტული ტრანსპორტისთვის. დიდი პრობლემა ისაა, რომ ვერ მოძრავთ რა გზაზე და ახლა გატვირთულია ხონახეთზე რა დღეშია. პლატო აქედან ჩამოდის სოფელი დიღობი და გადასასვლელი გადამსვლელი არ აქვს. თუ იქნება ასეთ საშუალება, ღმერთის ხალობით ვიმოძრავთ რა წესიათ.